ხმაური გორის საკრებულოში კულტურის აიბში ხელფასების გაზრდის საკითხმა გამოიწვია. სხდომაზე, სადაც აღნიშნული აიბის მიერ გაწეულ სამუშაოს ანგარიშს განიხილავდნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვები კონკრეტულად აიბის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასებთან და საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ. მათი თქმით, რატომ გახდა ხელფასების კიდევ მომატება საჭირო, რადგან იანვრიდან 10%-ით ისედაც გაეზარდათ. მათ კითხვებს აიბის ხელმძღვანელი სხდომაზევე პასუხობდა. თქვენს ადმინისტრაციაში აიბში, თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ შედიან თანამშრომლები, მათაც მოუმატეთ, ხო ხელფასზე. ძალიან დაწვრთნილები არიან და ძალიან ისეთი მათ ხო შედარებით მაღალი ხელფასი ჰქონდათ, თქვათ იგივე პედაგოგებთან შედარებით. ხელფასი მაღალია ძალიან ჩვენს აიბში, ამიტომ რა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ყველას აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს თანაბრად მომატებოდა ხელფასი. საკრებულო ეს სადისკუსიო სივრცე როგორც იანვრის თვეში გაიზარდა მათი შრომითი ანაზღაურება, ასევე აიბმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, რომ კიდევ მოემატებინა თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასები. პედაგოგების შემთხვევაში ეს ინიციატივა მოვიწონეთ, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ აიბის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პარტიულ აქტივისტებს, რომლებიც ძირითადად თქვენი ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ლანძღვით და პარტიული დავალებების შესრულებით არიან ხოლმე დაკავებულები. კულტურის აიბის ხელმძღვანელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. საკრებულოს თავმჯდომარემ კი ხელფასების მატების აუცილებლობა ასე ახსნა. ვიღაცას რო აქვს 250 ლარი, 25 ლარი თეზდება და დღევანდელ პირობებში ეს თითქმის არაფერს წარმოადგენდა. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 100 ლარი კიდევ ამას დამატებოდა და დაახლოებით ეგრე 130-125 ლარი დაგაიზარდათ ხელფასი. ადმინისტრაციაში რა საჭიროება იქნა? სპეციალისტს გამნიშნულება აქვს, რომელსაც აქვს თავისი სამუშაოთა აღწერილობა და თავის დავალებები აქვს. რა მნიშვნელობა აქვს იმას ის პედაგოგის სამუშაოებს ასრულებს, იმაში რა ქვია, მუზეუმში გიდი არის თუ ის? იმას თავისი სამუშაოთა აღწერილობა აქვს, თავის გორის მერის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურის აიბში სულ 420 ადამიანია დასაქმებული, რომელთაც 2025 წლის იანვრიდან ხელფასები ჯერ 10%-ით, ხოლო შემდეგ კიდევ 125 ლარით გაეზარდათ.